ამავე კოდექსში ჩვენ გვაქვს ზედამხედველობის ინსტიტუტი. ზედამხედველობის ინსტიტუტი, რომელიც ამოწმებს ზედამხედველობის ინსპექცია, რომელიც ამოწმებს შესაბამისობას სამშენებლო ნორმებთან და ასე შემდეგ. მაგრამ აი დაუშვათ, ახლა ვისაუბრეთ, რომ აი ჩაუბარებელი ბინები ჰაერი გაიყიდა და მერე გადაიბარა სხვა და აი მე მაინტერესებს ესეთი რამ, ეს რომ ამას რომ ავერიდოთ. ჩვენ გვაქვს ზედამხედველობის კანონი, სპეციალური ცალკე კანონია, რომელიც პროდუქტების უსაფრთხოების შესახებ და ასე შემდეგ. ხო შეიძლება რომ იმ კანონში შევიდეს ესეთი ცვლილება და თქვას იმ კანონმა რომ იცი რა მე ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს აუცილებლად, უნდა ვამოწმო დრო და დრო, ესე კი არა შერჩევითობით, როგორც დღეს ხდება, ხო შერჩევითობით ხდება შემოწმება, არამედ შევიტანოთ ცვლილება კანონში და ვთქვათ რომ და ან დავამატოთ და ვთქვათ რომ აღარ გაჩნდეს ეს დაუმთავრებელი შენობები, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები, ავდგეთ ბატონო და შევიტანოთ ისეთი ცვლილება, რომელიც ხელშეუწყობს იმას, რომ აღარ იყოს ეს ასეთი პრობლემა. არ იყოს დაუმთავრებელი ექსპლუატაციის ადამიანს გონია დღეს მოქალაქეს შევიდა ბინაში იყიდა საკუთრება და ჭერით რახან თავზე ახურია გონია რომ უკვე საკუთრება, მაგრამ korpus შეიძლება იყოს ჩაუბარებელი.